ექსტრემალური სპორტის ფესტივალის გამარჯვებულები ქართველი და სომეხი სპორტსმენები გახდნენ. ბაიკერებს შორის პირველ და მეორე ადგილებზე მანუჩარ არჩხელძე და ბათუმელი ვალერი გელაზარიშვილი გავიდნენ. ოფროიდერებს შორის საუკეთესო შედეგი სომეხმა არტა შტეფანიანმა აჩვენა. ფესტივალის გამარჯვებულები ორგანიზატორებმა საქართველოს ექსტრემალური სპორტის ფედერაციისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა თასებით და მედლებით დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ბათუმის ახალ ბულვარში ფესტივალის საზეიმო დახურვა მოეწყო. ბაიკერებისა და მოცეკვავეების მონაწილეობით ორიგინალური შოუ გაიმართა. რამდენიმე ქართული საცეკვაო ნომერი ბაიკერების თანხლებით შესრულდა. ფესტივალის დასკვნის საღამოზე უკრაინელი დიჯეის მონაწილეობით დისკოთეკა მოეწყო. მოტო, კვადრო და ოფროუდ ტურნირები აჯარაში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალის მიზანი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია და ექსტრემალური ტურიზმის განვითარება იყო. ფესტივალის გამარჯვებულები ბათუმის შემდეგ თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც მასშტაბური დონის ოფროუდ ფესტივალი ჩატარდება. ძალიან გამიხარდა რომ გავიმარჯვე. ეს ტურნირი იყო როგორც საინტერესო, ასევე საშიშიც. ტურნირით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ფესტივალმა ტრადიციული სახე უნდა მიიღოს, რადგან უფრო მეტად ექსტრემალური გახდეს. ვისურვებდი რომ ტურნირის მასშტაბები და მონაწილეთა რიცხვიც სამმაოდ გაიზარდოს. სასიამოვნო იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ ყველანაირად. კონკურენტები რა თქმა უნდა ძალიან კაი კონკურენტები იყო, გამიჩნდა მოგება, მაგრამ შევეცადე და ყველაფერი მოვიგე. წინაზეც მეორე ადგილი დავიკავე და ეხლაც მეორე ფერად გავედი. ძალიან ისეთი მოწინააღმდეგე იყო ძლიერი და იმედია მომავალში გავიმარჯვებ.